შავი ფული და სიყვარული. გამატარე. მობრძანდით ნედრეთ ჰანიმ. გაჩუმდით ელვან ჰანიმ. სათქმელი რა გაქვთ? თქვენი შვილი მკვლელია. მკვლელი. ძმა წამართვა, ძმა. ბავშვები დააობლა. საბრალო ზერინი მარტო დატოვა და ისიც მალევე გარდაიცვალა. თქვენი შვილი მკვლელია. ოჯახი გაგვინადგურა. ნედრეთ ჰანიმ. რა ნედრეთ ჰანიმ? რანაირი შვილები გაზარდეთ? ერთი მკვლელია, მეორემ კი ჩემს ელიფს ცხოვრება დაუნგრია. გაუნადგურა ელვან ჰანიმ. ომერი უდანაშაულოა. ელიფი შეუყვარდა, ელიფსაც შეუყვარდა. ნეტა არ გაეცნო, ნეტა არ შეყვარებოდა. ჩვენს ოჯახში შემოხვედით და გაგვანადგურეთ ელვან ჰანიმ. მთელი გულით მიგიღეთ, მაგრამ ვერ დააფასეთ. ალაჰი საკადრისად დაგჭით იმედია. საკმარისია ნედრეთ ჰანიმ. ჩვენც ძალიან განვიცადეთ. ჩვენი ოჯახიც გაუბედურდა. თქვენზე ნაკლებად არ განვიცდით. ფატმა დეიდალამის დარდისგან მოკვდეს. შვილი დაკარგა. მაგრამ გადაბრუნებული სიტყვა არ უთქვამს. რადგან იცის, რომ ჩვენ არაფერი დაგვიშავებია. რა თქმა უნდა. აბა რა, უცოდველები ხართ. თქვენ რა უნდა დაგეშავებინათ? რა? რა ხდება? აი? მეორე შვილიც მოგივიდათ. რა გიჭირთ? ბედნიერი დედა ხართ, ბედნიერი. დედა კარგად ხარ? მიპასუხე დედა. როგორ იქცევით? დედა საავადმყოფოდან ახლახან გამოვიდა. ამის უფლება არ გაქვთ. წადით აქედან. მე ყველაფრის უფლება მაქვს, ომერ. ყველაფრის უფლება მაქვს. მით უმეტეს, როცა საქმე ჩემს საყვარელ ადამიანებს ეხება. მათი დაჩაგვრისა და გაუბედურების უფლებას მე არავის მივცემ. მამიდა, წამოდი. აჯობებს წავიდეთ, გთხოვ. მომისმინე ომერ. ამიერიდან არ ჩენ. დაარჩენი ოჯახი ჩემს ოჯახს აღარ გაეკაროთ. არ გაბედოთ. თორემ უბედურება დატრიალდება. არ დაგინდობთ. გაფრთხილებთ. დედა, კარგად ხარ? დედა. შენს დას 1000 ჯერ ვუთხარი. ცუდი ოჯახია, მოერიდე მეთქი. მაგრამ არ მომისმინა. არ დამიჯერა. ნედრეთ ჰანიმ. ჩემს ოჯახზე ასე ვერ ილაპარაკებთ. ვილაპარაკებ. მკვლელი მე ვარ. მკვლელი შენი ძმა. მომისმინე ომერ. მომისმინე. იცოდე, ელიფს აღარ გაეკარო. თორემ საშინელებას დავატრიალებ, გარწმუნებ. მამიდა, გთხოვ, წავიდეთ, გემუდარები. ჩემს ოჯახს ნუ ემუქრებით. იცი ელიფი რა მდგომარეობაშია. იცი როგორ განიცდის და იტანჯება. წარმოდგენაც არ გაქვს. თუნებას მომცემთ პირისპირ დაგელაპარაკებით. თხოვთ, წამოგბრძანდით. თხოვთ. მითხარი, რისი თქმა გინდა? უფლება არ გაქვთ ჩემს ოჯახში გვაასწავლოთ. ვიცი იფექს რაც შესთავაზეთ. მასზე რომ ზრუნავდეთ. ელიფი მართლა რომ გიყვარდეთ, ამას არ იკადრებდით. შენზე რა სიტყვი? შენც ეს გინდოდა. იფექი ელიფთან შენ გაგზავნე. შენ. თუ კიდევ შეგვაწუხებთ, ელიფს ყველაფერს ვეტყვი.
აქამდე იმიტომ დაგინდეთ, რომ ვუფრთხილდებოდე. წამოდი ნილუფერ, წამოდი. წამოდი, მივდივართ. დედა, რას აკეთებ? მოიცადე შვილო. ელიფმა ყველაფერი გაიგო, უნდა დავურეკო. დედა. დედა, არ გინდა. ელიფი ახლა ჩვენზე ნაწყენია. არც მიკვირს. ნუ შევაწუხებთ. ელიფს უნდა დაველაპარაკო. დედა. ახლა ნუ დაურეკავ. არ გინდა. სხვა დროს იყოს. მოდი. ყველაფერი ამ ნაბიჭურის ბრალია. ადექი ახავე. მელიქე. რომ უყურებ ლამის ბოღმამ დამახჩოს. ვაშკაცო. წამოდი. წამოდი ბაღში გავისეირნოთ. შენი ქორთოკი სადაა? აქ. აქ. როგორ იქცევი მელიქე? ტყუილია დედა? ჰუსეინი ამ გზას დედამისის გამო არ დაადგა? თითისტოლა ბავშვის რა ბრალია შვილო. დამნაშავე მისი მშობლები არიან. და ორივე სასჯელს იხდის. ასევე მოიქცევი. შენ დედა ხარ. აბა დაფიქრდი. ჰასანს რომ ვინმე ასე მოიქცეს, გული არ მოგიკვდება? ბურჰანო. მოწყენილი ნუხარა, დამშვიდდე. ხელი დაარტყე. მელიქე დაიდა სხვაზეა გაბრაზებული. არ უნდა გეწყინოს. ისე კეთილი გული აქვს. კონგესმის. ახლა შენს ოჯახში ხარ ბურჰანო. დედიკოსთან მინდა. პირდები. დედასთან წაგიყვანე. დაარტყე. მოდი ჩემთან. მოდი. იფეკ. გამარჯობა ელიფ. შემოდი. არა, გმადლობ. დაგეხმარები ელიფ. ჰუსეინს ნახავ. მაგრამ ეს ჩვენ შორის უნდა დარჩეს. ნუ რა ვისეთყვი. მით უმეტეს ომერს. მუღელავ. ჩემს არს დაელოდე. კარგი. იფეკ. რატომ ეხმარები? ვიცი რა გრძნობაა, როცა დამნაშავეს პასუხს ვერ სთხოვ. რაც დრო გავა, ეს გრძნობა უფრო გტანჯავს. არ მინდა იგივე განიცადო. ნახვამდის.
რა მოხდა ოლე? არის რომ მიახალე? სვეტლანა დაუკავებიათ. ბურჰანი სადაა? ომერს სახლში წაუყვანია. ჯანდაბა. ალიმ. უნდა ვიჩქაროთ. თორემ ფლეშმეხსიერების ბარათი ომერის ხელში აღმოჩნდება. რა ხდება? რამე გაიგეთ? რამდენჯერმე დავკითხეთ. ყველა ხერხი ვცადეთ. ამის იმედი მქონდა. ყველაზე ახალგაზრდა და გულუფრხულა ჩანს, მაგრამ სიტყვა ვერ დავაცდენინე. მე დავილაპარაკები. საქმე მომეცი. დაჯექი. ორანი ქვია რა? გილოცავ. დანაშაულებრივ ჯგუფთან თანამშრომლობის მოხლით გაგასამართლებენ და დაგაპატიმრებენ. იცოდე? მეგობრებმა გაკრიდეს. გაგწირეს და ხელი შეგაწმინდეს. ყველაზე ახლოს თაიარ დუნდართან შენ ყოფილ ხარ. არ ვიცი თაიარი ვინ არის კომისარო. შენი მეგობრები რომ საპირისპიროს ამტკიცებენ? გეფიცებით მართლა არ ვიცი. მეჰმედმა დახმარება მთხოვა. დამბირდა 5,000 ლირას გადაგიხდიო. რატომ უნდა გენდო? ფაქტია რომ ბრძანებებს შენიძლეოდე. უბრალოდ იქვიდექი. მითხრეს საწყობში მოდიო, იქ თვით მფრინავის გაფრენამდე უნდა ყოფილიყავე. მე არაფერი დამიშავებია. მომისმინე ორხანა. რამდენიმე თვის წინ საზღვრის უკანონოდ გადალახვის ბრალდებით დაგაკავეს. თუ არ გინდა რომ ჰუსეინ დემირის გამო ცხოვრება ციხეში გაატარო, დაგვეხმარე. თუ დანაშაულ ხარ გაგათავისუფლებთ. სიმართლე გითხარი და ყველაფერი დასრულდება. მეც დაგეხმარები. იქნებ გადაგარჩინო. თორემ მინიმუმ 20 წელს მოგისჯიან. იმ კაცს რაღაც მნიშვნელოვანი საბუთი ჰქონდა. შექმნა წამოღება გვიბრძანა. მგონი ფლეშმეხსიერების ბარათზე ჰქონდა ჩაწერილი. გვითხრეს რომ თუ ის სამხელი პოლიციას ჩაუვარდებოდა ხელში, ბოსიც დაიღუპებოდა და ჩვენც. მხოლოდ ეს ვიცი. რა უბედურება? 2 საათია იქ იმსველოდები. დაველაპარაკე გზაშია. შენ სახლში მიდის. ბავშვის ქურთუკიდან ამოიღებს და შეინახავს. იმედია ისევ იქ არის. იქ იქნება. ასე რომ არ იყოს თაიარი უკვე ციხეში იქნებოდა. ფიქრობ ომერმა ფლეშმეხსიერების ბარათის შესახებ ჯერ არაფერი იცის. იმედია ალე. ჰუსეინ დემირ. ნახველი გყავს. ხედავ? ამბობდი ყველამ და მივიწყაო. ნახველი მოგივიდა. ალბათ საყვარელი გესტუმრა ჰუსეინ. რა სისულელეს ამბობალე. შენ არ თქვი დააპატიმრესო. როგორ მოვიდოდა?
ზამიკო. გამარჯობა. მეგონა გუშინ მოხვიდოდი, მაგრამ იფეკი გივნახე. ალბათ გაიგერათ ჩავიდინე. ვიცოდი რომ ინერვიულებდი და მნახავდი. ნუ ღელავ, კარგად ვარ. დედას მოეთყვე. ფლეშმეხსიერების ბარათისა და რას გულისხმობ? რა არის ჩაწერილი? თაიერ დუნდარის მამხილებელი ინფორმაცია? ამიტომ არ მოკლა? მის შესახებ ბევრი რამ იცი არა? მე არაფერი მაქვს ომერო. თავი დამანებე. ხომ დამაპატიმრე. ოჯახი და თავისუფლება წამართვე. არ გმარა? არ გმარა? არ გმარა? თაიერ დუნდარის გამო ჩვენი ოჯახი გაანადგურა. ისევ მას იცავ ჰუსეინ. კარგი, დაიცავე. დაიცავე. მალე მასაც გვერდით მოგისვამ. მე კი შორიდან გიყურებთ საკუთარ სიბინძურეში როგორ ჩალპებით. ვინ იყო? მითხარი ვინ მოვიდა? ომერე. ფლეშმეხსიერების ბარათის შესახებ გაუგეა. როგორ გაუგეა? მე რა ვიცი. არ მითხრა იბოვაო. არ უბოვია. კითხა სად გადამალეო. მომისმინეალე. ხოლოდ ის სამხილი გადაგვარჩენს. ომერმა თუ იპოვა. თაიერს მაშინვე დააპატიმრებს. თაიერი კი ორივეს მოგვიშორებს. არ გვაცოცხლებს გესმის? ეს ჩვენი ბოლო შანსია. ახლავე ცოლს დაურეკე და გაიგე ფლეშმეხსიერების ბარათი წამოიღო თუ არა. დაჯექი, ფეხზე ნუდგა ხარ. მელიქე, ცვირფასო, ქმრებმა რა დღეში ჩაგვყარეს. როგორ გაგვამწარეს. ხედავ. ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, სულ არ მადარდებს. მელიქე, ეს ბავშვი ვინ არის? ისე მეკითხები თითქოს არ იცოდე, სელმა. მშვენივრად იცი. მართლა არ ვიცი. გეფიცები არ ვიცი. ჰუსეინის უმცროსი შვილია, ჩემი შვილიშვილი. ბურჰანი. სვეტლანას სახლში მოძებნეთ არ და ვეძებეთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. ჰელენი სვეტლანას ელაპარაკა, აზრზე არა. მაინც ვიპოვე. იმ ფლეშმეხსიერების ბარათს მაინც ვიპოვე. ვიპოვე. თაიერი სწორედ იმით ყავს გამოჭერილი. თორემ ჰუსეინ დემირს აქამდე მოკლავდა. გგონია თაიერი წეძებს? რა თქმა უნდა. ამიტომ ჩვენ უნდა დავასწროთ არ და. იფიცება. მარწმუნებს ყველაფერი ცილის წამება. საქმეს ვიძიებდით და ხელი შეგვაწმინდესო. ცილი ვინ დასწამა? ომერმა? ორივე ომერმა დაიჭირა. ორივე დამნაშავია. არც ჩვენზე უფიქრიათ და არც შვილებზე. მელიქე, ესე იგი მატყუებს? რა თქმა უნდა გატყუებს. თავს ნუიტანჯავს სელმა. როცა დამნაშავებს ხელს აფარებდა, შენზე ფიქრობდა? შვილებზე ფიქრობდა? პირადად მე ჰუსეინი სულ არ მეწოდება. ღირსია, უნდა დაისაჯოს. ჯოჯოხეთის ცეცხლში უნდა დაიწვას.
კარგი, ნუ ტირიშვილო. ბურჰან, ჰასანის ოთახში წადი და დაიძინე. შენი ნივთებიც იქ არის, წადი საყვარელო. წამოდი, ერთად წავიდეთ. ვითამაშოთ. წამოდი. მალე დავბრუნდები. მელიქე. ცუდად ვარ. მელიქე, აბაზანაში შევა. ხელპირს დავიბან. კარგი, წამოდი. დამშვიდდი. მოდი. ისმენ? გამარჯობა, ელიფ. რა ხდება, მოაგვარე? ხო. ერთმანეთს პროკურორის ოთახში შეხვდებით. 3 საათზე. ჰუსეინი ადვოკატთან ერთად სასამართლოში იყო. ყველაფერი არაოფიციალურად მოხდება. ყოველგვარი საბუთების გარეშე. ასე რომ ომერი ვერაფერს შეიტყობს. კარგი. მადლობ. არაფერს. სრული უფლება გაქვს. თოლგაზე ლაპარაკები? ისევ საწყობშია? ხო, ფელოს დასახმარებლად მივიდა, მაგრამ ფლეშ მეხსიერების ბარათი ვერ იპოვეს. შეიძლება ჰუსეინმა ფოსტაშიან ბანკში სეიფი დაიქირავა და იქ შეინახა. იქიდან გამოსვლისას კამერამ დააფიქსირა. სავარაუდოდ თაიარისთვის უნდა გადაეცა, მაგრამ არ მისცა. აქ რომ მოვიყვანეთ გულდას მით გავჩრიგეთ. ხომ არ გადაყლაპავდა. იქნებ არც ქონდა. არ ვიცი, მაგრამ ვიპოვე. აუცილებლად ვიპოვე. სელმა აქ რას აკეთებ? მე ნამაზის შესრულება მინდოდა, ხალიჩას ვეძებდი. და რადგან ხალიჩა ვერ იპოვე, ქურთუკის გამოყენება გადაწყვიტე? არა, რას ამბობ? მეგონა ხალიჩა ქურთუკის ქვეშ იყო. რომ ავიღე მომეწონა და ვიფიქრე ჩემ შულსაც ხომ არ ვუყიდო მეთქი. სელმა, შენ კარგად არ ხარ. ექიმთან უნდა მიხვიდე. ცოტა ხნის წინ ტიროდი. ახლა ქურთუკზე ფიქრობ? ალო. მე ვარ სელმა. ვიპოვე ალი. ფლეშ მეხსიერების ბარათი წამოვიღე, მე მაქვს. ძალიან მიყვარხარ ძვირფასო. ახლა ყველაფერი კარგად იქნება. მალე შევხვდებით. იმედია. უნდა გავთიშო. იცი რაც უნდა გააკეთო. შენი იმედი მაქვს. კარგი. ხომ გითხარით ბანკში არ შეინახავდა, თან ექნება მეთქე. არც არავის სახელზე აქვს სეიფი. არც სვეტლანას, არც ბურჰანის სახელზე. ომერ, ბურჰანს ხომ არ გითხოთ? გახსოვს იაზი როგორ დაგვეხმარა? იქნებ რამე გვითხრას. შეიძლება.
ალო. მელიქე ბურჰანს დაუძახე, რაღაც უნდა ვკითხო. სახლში არ არის. ის და ჰასანი დედამ სტადიონზე გაუშვა. რატომ? არ მკითხო ომერ. სელმა მოვიდა. იმდენი ტირა ბავშვმა ფერი დაკარგა. გარეთ უფრო დამშვიდდება. სელმა ვინ არის მელიქე? ჩვენთან რატომ მოვიდა? სელმა ალის ცოლია, ჩემთან მოვიდა, მაგრამ ისე დღეში იყო, ძლივს დავაწყნარეთ. ისე უცნაური ქალია. ჰუსეინის შვილის ქურთუკი მოეწონა. მითხრა, ასეთი ჩემ შვილსაც უნდა ვუყიდო. ალბათ ნორმალური არ არის. არ მესმის. იმ ქურთუკს მოსაწონი რა აქვს? ჩვეულებრივი ქურთუკია, თან ჭუჭყიანი. კარგი მელიქე, მოგვიანებით დაგირეკავ. არდა. ალის სახლში უნდა წავიდეთ. რატომ? ფლეშმეხსიერების ბარათი ალის სოლს აქვს. ადექი. კარგად მახსოვს როგორ გამწირე ჰუსეინ. რა ხდება? დამშვიდდით ადგილებზე. შენი დღეები დათვლილია ჰუსეინ. აქ 15 წელი უნდა გავატარო. ამას არ შეგარჩენ. დამშვიდდი ჰუსეინ. კარგი ამბავი მაქვს. ჩემმა ცოლმა ფლეშმეხსიერების ბარათი წამოიღო. ნოგეშინია. მართლა? ოთხარი გაუფრთხილდეს. დამალოს. არავის მისცეს. რას ამბობ ჰუსეინ? ეგ რამ გაფიქრებინა? ნუღელავ. ეს ის ფლეშმეხსიერების ბარათია? რა ხდება? მოიტანე? როგორ შევთანხმდით? შეგატყობინებენ. ახლა კი წადი. აბა ვნახოთ ჰუსეინი რას გვიმალავდა. ეს რამდენი რამ შეუგროვებია. ოჯახ ჰუსეინ, ოჯახ. მებრალები. ძალიან მებრალები. ძალიან. მორჩა, ყველაფერი დამთავრდა. აქედან წავალთ და ვერავინ მოგვაგნებს. არდა. უნდა ვილაპარაკოთ. გვეჩქარება არდა, უნდა წავიდეთ. ფლეშმეხსიერების ბარათი შენ გაქვს არა? ჩვენი სახლიდან აიღე, ბურჰანის ქურთუკის ჯიბიდან. დედა ჩემს თავი დაანებეთ. ვოლკან, ნოგეშინია. ბიძიამ დედას რაღაც უნდა გკითხოს, კარგი? ჩვენ კი გავისეირნოთ. ფლეშმეხსიერების ბარათი სადაა? არ ვიცი რას გულისხმობ ომერ. მელიქემ დაგინახა ბურჰანის ქურთუკი რომ გეჭირა. ჯიბეში იდო არა?
უბრალოდ ქურთუკი ვნახე, მელიქემ არასწორად გაიგო. იმ ფლეშმეხსიერებით თაიარი უნდა დაეშანტაჟებინათ. ვაჭრობის საგნად უნდა ექციათ. იქ თაიარის დანაშაულის დამადასტურებელი ინფორმაციაა ჩაწერილი. სად დამალე? მე არ მაქვს. არ ვიცი. გემუდარებით გავუშვით. ჯერ სულ პატარაა, გთხოვთ, თავი დაანებეთ. გთხოვთ. შენ ხარ ალი? მე ვარ. რატომ მირეკავ? ერთ ადამიანს შენთან დალაპარაკება უნდა. ალი, გემუდარები. ჩვენი შვილი გადაარჩინე, ალი, გთხოვ. გთხოვ, რამე იღონი, ალი. სელმა მოგწონს? ჩემი შვილისგან რა გინდა? რა გინდა თაიარ? არაფერი. რამდენიმე დღე ჩემთან დარჩება. დანარჩენი შენზეა დამოკიდებული. თაიარ, ჩემ შვილს თავი დაანებე, გესმის? ჩემ შვილს თავი დაანებე. თუ ჩემს მითითებას შეასრულებ, გავუშვებ. რა ჯანდაბა გინდა ჩემგან? რა გინდა? ჰუსეინ შენსაგან შეჩასვამენ. მას ფლეშმეხსიერების ბარათი აქვს. დამიბრუნე. მე კი შვილს დაგიბრუნება. მადლობალი. კარგი მეგობარი ყოფილხარ. შენთვის რომ არ დამეჯერებინა აქ ამოვპებოდე. ახლა თაიარი აქედან აუცილებლად გაგვიყვანს. გადავრჩით ელე. გადავრჩით. კარგად სწავლობ? გონი ვერ გაიგემ. ალი და ჰუსეინი ციხიდან ვერ გამოვლენ. ფლეშმეხსიერების ბარათს თუ არ მომცემ ორივეს დახოცავს. ალლაჰმა დაიფაროს. თაიარის სამხელს ხელში რომ ჩაიგდებს, გგონია რომელიმე საცოცხლებს? მართლა დახოცავს? არც დაფიქრდება. თაიარმა შვილი მომტაცა. გვემუქრებოდა. ალის დაურეკა და ფლეშმეხსიერება მოსთხოვა. ალის დავალებით მივედი თქვენ სახლში. ბავშვის ქურთუკში იდო. ამოვიღე. და ვიღაც კაცს მივეცი. მერე კი ბავშვი დამიბრუნეს. ელიფანიმს პროკურორი ელოდება. დიახ, მობზანდით. ელიფ. მე განყოფილებაში უნდა დავბრუნდე. გთხოვ, ნუ რა ვისეტყვი. ნუ ღელავ. ვერავინ გაიგებს. მალე გამოვა. კარგი. ჯანდაბა სახლში ყოფილა არ და ბავშვი მე არ მყავდა? რას არ მოვიდგენდი, არც მიფიქრია. ესე იგი მანქანის მინა ამიტომ ჩაამსხვრია. სიტუაციით ისარგებლა და ბავშვ ჯიბეში ჩაუდო. ასეა. ახლა როგორ მოვიქცეთ ომერ? თაიარს უნდა გამოვართვათ. შეუძლებელია, უკვე გაანადგურებდა. ამიტომ უნდა ვიჩქაროთ არ და. რას აპირებ? გეგმა მაქვს. რატომ მელოდება მე ადვოკატი არ მომითხოვია? არ ვიცი, მე ასე მებრძანეს. რა ხდება? არ ვიცი, ადვოკატს კითხე.
აქ რას აკეთებ? მაინტერესებს რას მეტყვი. მინდა თვალი გამისწორო და მითხრა. მამა რატომ მომიკალი? ზედამხედველო, ეს ქალი ადვოკატი არ არის, მასთან საუბარს არ ვაპირებ. ვიდრე არ მიპასუხებ, ვერ წახვალ. ელიფ, იცოდე. იცოდე, ჩემი სახელი აღარ ახსენო. ყველაფერი წამართვი. წარსული, მომავალი. ვალდებული ხარ პასუხი გამცე. მითხარი ეს რატომ ჩაიდინე? ასლი, აქ რას აკეთებ? კარგად ხარ? რამე მოხდა? მე მკვლელი ვარ ფელინ. დედა ჩემი მოვკალი. დამაპატიმრეთ. მზად ვარ პასუხი ვაგო. ბოლო დროს ძალიან შემომეჩვია. ხედავ უჩემოდ ვერ ძლებ. გენატრები. რაღაც მინდა შემოგთავაზო ფათიხ. დღეს გადატვირთული დღე მაქვს. საკანში მეგობრებს ნარდი უნდა ვეთამაშო. სხვა დროს მომინახულე. მართლა? მე კი მეგონა აქედან გასვლა გინდოდა. მომისმინე. მე მხოლოდ ჩემი ცოლის ნახვა მინდა. მაშინ ყურადღებით მომისმინე. ნილოფერსაც უნდა შენი ნახვა. რას გულისხმობ? აგიხსნენ. თოთაიერ დუნდარის დაპატიმრებაში დამეხმარები. აქედან გაგიყვან. მიპასუხე, მამა ჩემა რა დაგიშავა? მე რა დაგიშავე? როცა შენ მიერ მოკლული კაციშვილი ძმას გიწოდებდა, გენდობოდა, სახლში გეპატიჟებოდა, რას ფიქრობდი? ომერთან ერთად ჩემს დასანიშნად რომ მოხვედი, რას გრძნობდი? მამა ჩემის სახლში შემოსვლა როგორ გაბედე? ყველა როგორ მოგვატყუე? ასეთი უსინდისო როგორ ხარ? ცივსისხლიანი. დაუნდობელი მკვლელი ხარ. თაიარი შენზე უკეთესი ყოფილა. თავის ნამდვილ სახეს არ მალავს. შენ? მთელი წელი ველოდებოდი, რომ მამა ჩემის მკვლელს იპოვიდი. შენ კი ჩემს ტანჯვას უყურებდი და ალბათ დამცინოდი. მამა წამართვი. შენ მოკალი. მკვლელი ხარ. მკვლელი ხარ. კარგი, კმარა. ჩუმად ვარ, რადგან იტანჯები. მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. შენი შეურაცხყოფის მოსმენას არ ვაპირებ. ომერი სიმართლეს ამბობდა. მამა შენი სუფთა ადამიანი არ ყოფილა. თაიერ დუნდარის თანამზრახველი იყო. ნაძირალა გესმის? მამა შენმა თაიარი მოატყუა. სისხლიანი ალმასები გაიტაცა და გაქცევას აპირებდა. გესმის ელიფ? ვინ ხარ?
ვინ ხარ რომ ასე მელაპარაკები? კვლელობის გამართლება შეიძლება? ზოგჯერ შეიძლება. ზოგიერთი ადამიანი სიცოცხლეს არ იმსახურებს. მამა შენი სიცოცხლეს არ იმსახურებდა. ხოდა მოკვდა. ჩაძაღლდა და მეც გამიძაღლა ცხოვრება. გასაგებია? სიცოცხლეს არ ჩვენ იმსახურებ. კვლელო, სიცოცხლეს არ ჩვენ იმსახურებ. კვლელო. ელიფ. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები: მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.